საღამოშუდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და მინდა შემოგთავაზოთ ერთი პატარა გაშლა თუ რა შემოიტანს ახალმთვარეობა თქვენ ცხოვრებაში. ახალმთვარეობა და ასევე ჩინური ახალი წელი. ცოტა გაშლის დადება დამაგვიანდა, მაგრამ არა უშავს მეგობრებო, ვინც საქართველოში არ იმყოფება ზოგადად იმასთან კიდევ უფრო გვიან ხდება ეს ყველაფერი და ასე მსვლელი იყოს 1-3 დღე მაინც ძალაშია ეს ყველაფერი. ჩემი ენერგიები ახლა განწყობილია ახალმთვარეობაზე. ჩინურ ახალ წელზე. ეს დაბნელებაზე ამ ყველაფერზე და ნახოთ. რა მოაქვს თქვენ ცხოვრებაში? აქ გრევა დაფიქსირდა მეგობრებო, სამწუხაროდ გრევა დაფიქსირდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გრევის მერე შემოდის თქვენთან ახალი ეტაპი, ახალი დასაწყისი სასიყვარულო თემაში. ჩემ გაშლაზე უფრო მეტად სულ რაღაცატო გაშლა მიედინება ფინანსებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამოვიდა სასიყვარულო სიტუაცია. აქ არის გრევა მეგობრებო, სამწუხაროდ თქვენ ცხოვრებაში რაღაცა დაინგრა, ან კიდევ დაინგრევა, მაგრამ არ შეგეშინათ, რადგან დაინგრევის მერე იწყება ახალი ეტაპი, შემოდის ახალი და აქ არის თასების მეფე, ანუ თქვენ ცხოვრებაში შემოდის დიდი სიყვარული, მამაკაცი, რომელსაც ძალიან უყვარხართ და ძალიან დიდი ემოციებითაა თქვენს მიმართ განწყობილი. მინდა გითხრათ, რომ გრევამ არ შეგაშინოთ, რადგან თქვენ ცხოვრებაში დაინგრა ის, რაც დასანგრევი იყო, ან კიდევ დაინგრევა ის, რაც უნდა დაინგრეს, რადგან თქვენ ცხოვრებაში ზუსტად ის დაინგრა, რაც თქვენ ცხოვრებაზე ცუდ გავლენას ახდენ და ან კიდევ ცუდ გავლენას ახდენს, თქვენი ცხოვრებიდან წავა ცუდი, ინგრევა ცუდი და მის ადგილზე შემოდის ახალი სიყვარული, ახალი დასაწყისი, ახალი ეტაპი, ახალი თასებით სავსე მამაკაცი და რას მოგიტანთ ეს ყველაფერი თქვენ მოგიტანს ქორწინებას. ქორწინება მეორე ეტაპზე გადასვლას, დიდი სიყვარული და ქორწინება. გამარჯვება, ზეიმი, მხიარულება, ოჯახი და ამ ყველაფერს ახლა ძალიან ცოტა გიკლიათ. თითქოს მისული ხართ ამ ყველაფრამდე, ანუ მამაკაცი, რომელიც თქვენ ცხოვრებაში შემოდის, თქვენ ამ მამაკაცს უკვე იცნობთ, ანუ კი არ შემოდის, უფრო მეტ პროცენტთან ეს დაფიქსირდება მამაკაცი, რომელიც უკვე შემოსულია თქვენ ცხოვრებაში. ამ მამაკაცს იცნობთ და ძალიან მალე თქვენ გერით ქორწინება. თქვენ ხართ გამარჯვებულ სიტუაციაში, თქვენ არ მამაკაცის ეიმობს ბედნიერებას, რადგან ამ მამაკაცს ძალიან უყვარხართ. აქ არის ბედნიერი ოჯახი ქორწინების შემდეგ. ასე რომ რაც დაინგრევა თქვენ ცხოვრებაში, იდარდებთ და არ ინერვიულოთ მეგობრებო, რადგან მის ადგილზე თქვენთვის შემოდის უკეთესი, შესაძლებელია ითქვას საუკეთესო და ეს საუკეთესო, რომ თქვენ ცხოვრებაში შემოსულიყო, რა თქმა უნდა დანგრეული იყო წარსულის გრევის გარეშე ეს ყველაფერი თქვენ ცხოვრებაში არ შემოვიდოდა. და აქ უბრალოდ ვეღარაფერს დავამატებ მეგობრებო, რადგან აქ არის ძალიან დიდი სიყვარული, ძალიან დიდი ბედნიერება, ქორწინების შემდეგ უბედნიერესი ოჯახი, აქ უბრალოდ შეუძლებელია დავამატო რამე და ეს ყველაფერი ხდება გრევის შემდეგ. თუ თქვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თუ თქვენ ცხოვრებაში დაინგრა სიყვარული, თქვენ ცხოვრებაში შემოდის უდიდესი სიყვარული და ბედნიერი ოჯახი მის ადგილზე და თუ არ დანგრეულა და დასანგრევია, მინდა გითხრათ, რომ მალე დაინგრევა და მის ადგილზე შემოვა ძალიან დიდი ბედნიერება. აქ უბრალოდ თქმა აღარაფრის შემიძლია, უბრალოდ
კარტები მეც ვეღარაფერს გადმოცემენ, რადგან აქ რაც არკნევა გადმოცა, ეს არის უბედნიერესი ოჯახი, ძალიან დიდი სიყვარული. უბრალოდ არ შეიძლება რამე დავამატო ან სათქმელად და ან თვითონ არკნებმა, რადგან აქ ძალიან დიდი მაღალი ენერგიების მატარებელი არკნები დაფიქსირდა, მეგობრებო. მე გაშლა მინდოდა გამეკეთებია ერთ ვარიანტად დავცლათ, მაგრამ ეხლა უკვე გაშლას შემოგთავაზებთ მეორე ვარიანტზე, მაგრამ როგორ იქნება არ ვიცი, თავიდანვე უნდა მეთქვა, მაშინ აირჩიეთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, მაგრამ რადგან ორ ვარიანტად გაშლას არ ვაპირებდი, არც ასეთი მითითება მომიცია თქვენთვის, მაგრამ იმედია, როდესაც გაშლას მოისმენთ, თქვენ თვითონ მოარგებთ თქვენ სიტუაციას. ვისთან რომელი ვარიანტი ფიქსირდება, პირველი ვარიანტი ვისთანაც დაფიქსირდება, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ მის ცხოვრებაში რაღაც დაინგრა ან დაინგრევა და ეს ნგრევა არ იქნება მოულოდნელი. თუ თქვენ ცხოვრებაში აწი უნდა დაინგრეს რამე, ამას უკვე საფუძველი ჩაყრილი აქვს ნგრევისთვის. მე ამით დაგემშვიდობებით იმ ჩემ მაყურებელს, რომელის ცხოვრებასაც მოერგო ეს ვარიანტი და ახლა სხვა მაყურებლისთვის გადავალ მეორე ვარიანტზე და გავაკეთებ მეორე გაშლას. მინდოდა გამეკეთებინა დიდი ერთი და ვრცელი გაშლა, მაგრამ არკნებმა არ მომცა ამის საშუალება. და გადავალ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ. მე მოვიხილოთ მეორე ვარიანტი, რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში და თქვენ ცხოვრებაში იგივე ენერგიებია. აი, როდესაც ვამბობ, რომ ჩემთან უბრალოდ გაშლას არ აქვს, ორი ვარიანტი, სამი ვარიანტად დაყოფა. სულ, აი, როგორც მოვკიდებ არკნებს ხელს, ამოდის ერთი და იგივე. ანუ აწი მეცოდინება და ყოველთვის გაშლას გავაკეთებ ერთ ვარიანტში. ახლაც ერთი ვარიანტი ავირჩიე, მაგრამ კარტებმა ბევრი ლაპარაკის საშუალება არ მომცა, რადგან რამოდენიმე კარტით დაფიქსირდა უდესი ბედნიერება და თქვენ ამ ბედნიერებას გისურვებთ, მეგობრებო. მეორე ვარიანტშიც იგივე, მეგობრებო, ნგრევის გარეშე აქ არის ბედნიერება, აქ არის გამარჯვება, აქ არის სეიმი, აქ არის ჯურის წერა, ქორწინება და ამ ყველაფერზე ახლა ფიქრობს ადამიანი თუ როგორ მივიდეს ამ გზამდე. პირველ ვარიანტად თუ დაინგრა რაღაც წარსულის ცხოვრება იმისთვის, რომ ახალი განვითარებულიყო, აქ მეორე ვარიანტთან ყველაფერი ნგრევის გარეშე პირველი ქორწინებით იწყება. უბრალოდ ადამიანი ეხლა ფიქრობს თუ როგორ განავითაროს ურთიერთობა, როგორ გაიმარჯოს, ძლიოს არსებულ პრობლემას, თუ რა პრობლემა აქვს ცხოვრებაში და მივიდეს ქორწინებამდე თუ ჯურის წერამდე. აქ არის ცოტა გაურკვევლობა, აქ არის ცოტა გაურკვევლობა იმისათვის, ანუ გაურკვევლობა გეგმებზე, ადამიანი გეგმავს როგორ და რანაირად მიაღწიოს მიზანს და ამ გეგმების წყობის ეტაპზეა ახლა ადამიანი, ცოტა გაურკვევლობა აქვს ცხოვრებისეულ ეტაპზე. ეს მისი გაურკვევლობა, როგორც აღნიშნე, მიუთითებს გზის გეგმას, პლანის შექმნას, თუ როგორ მიაღწიოს მიზანს და ადამიანი უკვე იმ ეტაპზეა, იმ ფიქრის პროცესშია, რომ უკვე მზად არის ნაბიჯის გადასადგმელად, უკვე მზად არის თითქმის მზად არის ნაბიჯის გადასადგმელად და აქ არის საბუთები. ეს საბუთებიც ამ შემთხვევაში მიუნიშნებს ქორწინებას. ან კიდევ შესაძლებელია რამოდენიმე პროცენტთან, რა თქმა უნდა ძალიან ბევრთან არა, მაგრამ რამოდენიმე პროცენტთან დაფიქსირდება ისიც, რომ შესაძლებელია ადამიანი ქორწინების შემდეგ გეგმავდეს მოგზაურობასაც და ეს არსებული დოკუმენტები ამ შემთხვევაში მიანიშნებდეს არა დოკუმენტებს, არამედ სამოგზაურო ბილეთებსაც.
აქ ადამიანი მიდის მოლაპარაკებაზე, მას შესაძლებელია დაეხმაროს სამეგობრო, თუ ფინანსური პრობლემები აქვს, შესაძლებელია დაეხმაროს სამეგობრო, შესაძლებელია დაეხმაროს სამსახურის თანამშრომლებიც, მაგრამ ერთი რამ გადუვალია მის ცხოვრებაში, არსებული პრობლემა მოგვარებადია და ის ძალიან მალე განახორციელებს თავის გეგმებს და თავის გეგმები ამ შემთხვევაში არის ქორწინება. მის ცხოვრებაში ამოდის მზე გადადის ღრუბლები, ანუ მეგობრებს ან თანამშრომლებს გამოხავს ადამიანი პრობლემებიდან, ასე რომ ვთქვათ, მას გაუწვიან მეგობრების დახმარების ხელს, თუ მას ფინანსებთან არსებული პრობლემები აქვს ამ შემთხვევაში, რათა მიაღწიოს თავის მიზანს. და ადამიანი მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე იზეიმებს გამარჯვებას და მიაღწევს თავის არსებულ გეგმებს და მიზნებს და ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, რომ ამ ადამიანის ფიქრები და გეგმები არის ქორწინება. მე კი ახლა ამით ავემშვიდობები მეორე ვარიანტსაც და თქვენ ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ და თქვენი ჩანაფიქრების 100%-ით განხორციელებას გისურვებთ. და კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, აქ იყო ორი ვარიანტი და თქვენ თვითონ უარგეთ ვარიანტებს თქვენი ცხოვრება, რადგან წინასწარ არ დამიგეგმია ორ ვარიანტად გაშლა. ორივე ვარიანტი სასიყვარულო თემაზე წარიმართა ამ შემთხვევაში და მინდა გითხრათ, რომ პირველი ვარიანტი ეხებოდა ნგრევას და ნგრევის საფუძველზე ხორციელდება მეორე ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც მოუტანს ძალიან დიდ ბედნიერებას. პირველი ვარიანტისთვის და მეორე ვარიანტისთვის იყო ქორწინება, რომელიც ახლა იგეგმება. ადამიანს აქვს თავში ძალიან ბევრი ფიქრი და ამ ფიქრს ძალიან მალე განახორციელებს, ან თავის აზროვნებით, ან კიდევ ახლობლების დახმარებით. მე კი ახლა ამით აგემშვიდობებით ჩემს მაყურებლებს და ორივე ვარიანტის მომრგებლებს თავის ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ დღეის ძალით და მადლით თქვენ ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს განხორციელებას გისურვებთ და მინდა გითხრათ ისიც, რომ მე თქვენ ყველანი ძალიან მიყვარხართ და მით უმეტეს განსაკუთრებით ისინი, ვინც მალაიქებთ და კომენტარებს არიშურნებთ.